მოგესალმებით ჩვენი სასწავლო პროფესიული სტუდიიდან, ისევ და ისევ თქვენი თხოვნით. მსგავსი მაგიდა მოითხოვა რამოდენიმე, თუ შეიძლება ArchiCAD-ში პროგრამაში შევასრულოთ მსგავსი მოდელირება. კი ბატონო, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ArchiCAD-ი მანდ-ამაინც არ არის გათვლილი იმისათვის, რომ ავეჯის მოდელირება ვაკეთოთ. მით უმეტეს რთული ფორმების შესაძლებელია, მაგრამ საკმაოდ რთულია, ვიდრე მაგალითად Max-ში. ან თუნდაც AutoCAD-ში. თუ მოდელების პრინციპებს შევეხები, მაინც გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ რა თქმა უნდა, Max-ი სულად შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმის ავეჯი ან არა მარტო ავეჯი, არამედ ნებისმიერი დეტალი, ნებისმიერი საგანი რეალური თუ არარეალური შეიძლება დაამოდელოთ. AutoCAD-ი მაინც უფრო ზომებისთვის განსაზღვრული და უფრო ძირითადად კუთხოვანი ავეჯისთვის თუ ფიგურებისთვის, ესე პირობითად ვიტყვი, თუმცა რა თქმა უნდა გლობი ფორმებიც შეიძლება გაკეთდეს. ესე პირობით შედარებას მოვიყვან, მაგალითად რბილი ავეჯი, ხო, დივანი, მაგალითად Max-ში მეტად უფრო მარტივია დაამოდელო, ვიდრე AutoCAD-ში. მით უმეტეს უფრო რთული ხდება ArchiCAD-ში მისი დამოდელება. ისე რომ ყველა პროგრამას თავის დანიშნულება აქვს და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, მაინც მიზანმიმართულად უნდა გამოვიყენოთ ხოლმე პროგრამები. ArchiCAD-ი შენობის პროექტირებისთვისაც და არა ავეჯის მოდელებისთვისაც, იმიტომ რომ თავის ბიბლიოთეკა აქვს და თავის ბიბლიოთეკიდან გამოიყენოთ ის ავეჯი, რაც გაქვთ, ან მოიძიოთ გარეშე ბიბლიოთეკის ფაილები და ის გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, რახან თხოვნა იყოს, შეიძლება თუ არა, უბრალოდ გაჩვენოთ. აქ რა თქმა უნდა, ვამახვილებ ყურადღებას, რომ რაღაცა დოზით ArchiCAD-ი უნდა გვესმოდეს, ახლა ვინც საერთოდ პირველად ხედავთ ამ პროგრამას, ლოგიკურია, რომ ფაქტიურად შეუძლებელი იქნება თქვენთვის ალბათ ამის გამეორება, იმიტომ რომ ბევრი სხვა რაღაც იცოდნა საჭირო, თუნდაც ArchiCAD-ში, რომ თუნდაც ეს მარტივი ოპერაციები გავიმეოროთ. კარგით, მოკლედ. მაინც გავამახვილებ ყურადღებას, რომ 22 ვერსიაში ვარ, ინტერფეისი ოდნავ განსხვავებულია წინამორბედი ვერსიებისაგან, თუმცა ვინც ხელსაწყოებს ფლობთ, რა თქმა უნდა, ვიზუალი ხელსაწყოსი არ შეცვლა და ეს არის Morphy, რომელსაც გამოვიყენებთ ამ ასე ვთქვათ, საგნის მოდელირებისათვის. Geometry მეთოდში ამოვიჩევ მართკუთხედის ხაზვის პირველ მეთოდს. პირობითად თუ ამბობ ასე სიტყვას, გასაგები რომ რამდენიმე ხელსაწყო, ამიტომ გულისხმე პირველი. დავაკეთოთ პირველი ძგაბი მაუსის გვერდზე რიცხვებს დავინახავთ, საკმაოდ დიდი რიცხვები ახლა ჩემთან როგორც ხედავთ 75,000 რაღაცა. სპეციალურად მაქვს ასე გაკეთებული, რომ რაღაცა გზადაგზა მაინც შევეხო, მიუხედავად იმისა, იცით თუ არ იცით რაღაცა დოზით მუშაობა ArchiCAD-ში. ფეხის ზომას დავხაზავ, ანუ ფეხის დეტალს ვაკეთებ 50-30-ზე. ჩავწერე 50. მერე მაუსით შეგიძლიათ მოხვიდეთ აი დააწყაბოთ პირველ რიცხვს ჩაწერთ, თუმცა სხვანაირად შეიძლება, ამიტომ აღარ დავიწყებ ყველაფრის განხილვას. 30 ჩავწერ, enter დავაჭირე. საკმაოდ პატარა დეტალია, რომელსაც ფაქტიურად ვერ ხედავ, სადღაც აქ დაიხაზა. ამიტომ გაქვთ აი ეს ღილაკი, ხო, fit in window, რომელზეც დაჭერითაც მოიტანთ ახლოს. ეს არის მოსანიშნე ხელსაწყო, მაინც გავამახვილებ ყურადღებას, რომელსაც შეგიძლიათ მერე მონიშნოთ. ასეთი 4 ცალი დაგჭირდება, ახლა სურათი სპეციალურად აღარ მაგახსენებ, ვისაც მოსმენელი გაქვთ ეს ვიდეოები AutoCAD-ში და ArchiCAD-ში მოდელება, ვიყენებ პირობითად ეხლა რაც უშუალოდ ჩემს გვერდზე დევს ამავე სურათს. ჩანს ყოველ შემთხვევაში რაც ეგოხს, ხო? და დავაკოპიროთ, რამოდენიმე ასლი შეიძლება გაკეთდეს, სხვადასხვა მოქმედებები შეიძლება ეს ასლები გაკეთდეს, მე პირობითად შემოგთავაზებთ ყველა ვარიანტს, რაც შეიძლება იყოს მაგალითად გამოყენებული შექმნის პროცესის დროს. მაგალითად, მოვნიშნე ეს ელემენტი ამ ხელსაწყოზეა საუბარი, მე დავაწყაპ Z და აი მართვის პანელიდან რომელიც გაიხსნა, ჩავართოთ multiply, აი ეს. გამოსულ მართვის პანჯერაში გავააქტიუროთ მატრიქსი, აქ შეიძლება სხვადასხვა ნებისმიერ რამე იყოს ჩართული, ეს მატრიქსი გააქტიუროთ. ინკრემენტი ამოიჩიეთ და ასლების რაოდენობაში პირველი და მეორე ასე ვთქვათ ინპუტში ერთიანობით ჩაწერეთ. დანარჩენში ნოლები. ოკეის დააჭირეთ. მერე ისევ გააკეთეთ მაგალითად აი ამ კუთხეში წკაპი, თუმცა კუთხე მანდ-ამაინც არსებითი მნიშვნელოვანი არის და რამ სიგრძე და სიგანე გვინდა მაგი და ის ჩაწეროთ. მილიმეტრებში რა თქმა უნდა ჩვენი ზომა არ დაგვაუწყდეს. გამოწევა გააკეთეთ ჰორიზონტალურად, აქ მოკლევათ აი ესეთი წყვეტილი ხაზი, რომელსაც შეგიძლიათ გააყოლოთ, ასევე მიაქცეთ ყურადღება, რომ დისტანციაში რაღაცა რიცხვი და angle, რასაც ხედავთ, 0 უნდა ეწეროს. თუ მაუსი გაგექცათ, მაშინ სხვა რიცხვი გექნებათ აქ გამოსახული. ჩავწეროთ 600 და enter დავაჭიროთ. დაფიქსირდება პირველი ქმედება. შემდგომ მაუსით ზემოთ ავწიოთ, ახლა მატრიქსი გვაქვს ჩართული multiply-ში, თითო ელემენტს დავამატებთ რიგში და სვეტში ესე რომ. აქ ჩავწეროთ 500. აღარ მახსოვს იქ რა ზომები იყო, მაგრამ არა უშავს ამას არ აქვს დიდად მნიშვნელობა. ერთ-ერთში შეიძლება იგივე ზომები არ გამო 400 ჩავწერე, მე მგონი იქ. თორსა AutoCAD-ში და Max-ში
გაჩვენეთ. თუმცა აქ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენებაზეა საუბარი, როგორ შეიძლება გააკეთეს ეს ოპერაცია. რა თქმა უნდა, რახანი გამახსენდა რომ 400 იყო, ჩამოწერე ახლა პირობითად, მოვნიშნა ორივეს, დავაწყაბებ, ჩავთვალ გადაადგილების ხელსაწყოს ან გამოსულ მართვის პანელში, რომელიც სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს გახსნილი, მაგრამ აი შეიძლება გაიხსნას, ამიტომ მიაქცეთ ხოლმე ყურადღება, სად გაქვთ ეს პანელი გადაადგილებ, ან ფაგივით რო არის, იქ ინახება მაუსის გამოყენებით. ჩავთ ეს, ვერტიკალურად დაბლა ჩამოწიე და წევან 500 დავწი 100 მოვაკლებ. 100 მმ ჩავწერ, enter-ს დავაჭირე, გადმოვარდნი. კი ფაქტურად შევქონეთ ეს 4 ცალი ფეხი 1 2 3 4, თუმცა ჯერ ფეხი არ არის, მხოლოდ სიტყვი არის. სამდეს გასახსნელად გამოიყენე პერსპექტივას, ორჯერ დაწყაბები, თუ ნახატი აქ ვერ დაინახეთ, ისე fit window გამოიყენეთ. ეს არის ამ ჯერზე ჩვენი ჯერჯერობით ფიგურა. სიტყვები. დავბრუნდი ისევ სართულის გეგმაზე. დავაგრძელოთ ისევ მორფით ხაზო. ისევ მართკუთხედი და ამ კუთხეზე მივჯენით, ესე თოლის ნიშანს მიიღებთ, მეორე კუთხემდე საწინააღმდეგოდ. ასეთივე ჩავხაზოთ ამ კუთხიდან მეორე კუთხემდე. ეხლა ძალიან მწუდი რიცხვები რო აღარ გაწერინოთ, გამოვიყენოთ მარტივი რიცხვები. 2 სანტიმეტრი მინდა ეს იყოს. 3 არის ამჟამად, იმიტომ რომ ეს გამოვიყენე. ესე იგი 3 თუ არის, მოდი მილიმეტრებში ვისაუბროთ, ვინაიდან არქიკადი თავდაპირველად მილიმეტრებშია მომართული, თუ არ შეცვალეთ ერთეულია, თუ იცით, მაშინ ესე იგი იცით მილიმეტრებში როგორ დააბრუნოთ, მილიმეტრებში, ამიტომ მილიმეტრებშივე ვისაუბრებ. ესე იგი 20 მმ ეს მინდა იყოს 30 ამ შემთხვევაში, ესე იგი 5-ით იქიდან შემოწიო, 5-ით აქედან რომ ცენტრში აღმოჩნდეს. დავაწყაბეთ ამ წიბოზე, ანუ ხაზზე მონიშნის შემდეგ მართვის პანელში რიგით მესამე ხელსაწყო offset AG აიჩიეთ. ვერტიკალურად დაბლა ჩამოწიეთ, ძალიან უგაცდები, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, აი შიგნით ხედავთ მოძრაობს. გარეთ ბოლომდე იმ ხელას გადის, ამ ხელას გინა, შიგნით კიდევ ამ ხაზს მომდენოს არ ცდება. შიგნით შემოწიეთ და ჩაწერეთ 5 მმ enter-ს დააჭირეთ. იგივე პროცედურა გაიმეორეთ ამ წიბოზე. დავაწყაბე ავწიე 5 ჩავწერ enter-ი. ჯამში მივიღე რა თქმა უნდა 20 მმ. ამ შემთხვევაში 5-ია, იმიტომ რომ ამაზე მივაბჯირეთ. 5 - 2, ანუ 50 - 20, 30 დარჩა, 30 შუაზე გავყავით 15 მმ-ით კაპი, იგივე ოპერაცია ეს შემოწიე, 15 enter-ი, დავაწყაბე, შემოწიე 15 enter-ი, მივიღე იგივე. ასეთვე დეტალი იქით გვინდა. რა თქმა უნდა, ახლა იგივე პროცედურას აქ დაწყაბებით, ამის გამოყენებით ამას ვერ გავაკეთებ. ამიტომ აქ სხვანაირ კოპირებას ვიყენებ და კერძოდ. როდესაც ამ დეტალს მონიშნავთ, თუ რა თქმა უნდა არაფერი გადაკეთებული არქიკადში არ გაქვთ, ვინც ეს იცით, მაშინ ესე იგი იცით ამის შეცვლა. ვისაც არ შეგიცვლიათ არასოდეს და უბრალოდ ჩართეთ არქიკადი, მონიშნულ ელემენტს აი ამ წიბოზე რო შეეხებით, აი პატარა შუა ხაზს დაინახავთ. ნუ ყოველ შემთხვევისათვის მაინც ალბათ გავამახვილებ ყურადღებას, ცოტა განსხვავებულია ინტერფეისი 2028 ვერსიაში, წინა 12 ვერსიებში, თუმცა ჩამონათვალი მსგავსი გაქვთ, ვინც იცით ამის გამოყენება. ამიტომ პირობითად შევეხები. რომ ამ შემთხვევაში half-ი აქტიური, რაც შუა წერტილის ჩვენებას ნიშნავს. შევეხი აქ, დავაწყაბე ამ შუა წერტილზე და ჩავთე გადაადგილების ხელსაწყო. გადაადგილებით მარტო გადატანა შემიძლია, მაგრამ მაუსის მიმანიშნებელს მიაქციათ ყურადღება ისის ფორმა აქვს. კლავიატურაზე control კლავიში, ოღონ არ დააჭიროთ, აი როგორც ბეჭდის დროს ABCD ასოებს სიმბოლოებს იყებთ, ისევე control-ს დააჭირეთ ერთხელ. როგორც ხედავთ, ეხა ეს მოქმედება, რასაც ხედავთ, მე მაქვს ჩართული Windows-ში, ეს არქიკადი არაფერი შუაშია, მაგრამ მაუსის ისრის მიმანიშნებელს მიაქციეთ ყურადღება, პლუსი გაჩნდა იქ. ანუ ნიშნავს 100-ს ვაგებ. მოვიტანე აქაც შუა წერტილი ვიპოვე, უკვე აი ამ ფიგურის შუა წერტილი ხედავთ ჩანს და იქ დავსვი. დავაკეთე ასლი, კიდე გავიმეორებ ამ მეორე დეტალზე. შუა წერტილი შეხებით ვიპოვე, როცა დავინახე, მერე დავაწყაბე, ჩართული არის გადაადგილების ხელსაწყო, მაინც ვამახვილებ ყურადღებას და control-ს დავაჭირე, ბეჭდის პრინციპით, რომ პლუსი გაჩნდეს გვერდზე. დააკვირდით, ერთხელ დაჭერა აუქმნის, ერთხელ დაჭერა ქმნის. რომ მიაქცეთ ამას ყურადღება დავსვი. მივიღეთ ამ ეტაპზე ასეთი სამდეში გადავდივარ ესე გაჩვენოთ, ესეთი ელემენტები. ნუ რა ვიცი, დავასაუბრებ, მაინც ყოველ შემთხვევაში ხა ჩაწერის პროცესის დროს არ გამიფუჭდეს დესკტოპზე დავარქვენ სკანი და თუ მაგიდა არის. მაგიდას შევინახავ დავარქვევ სახელს. ეხლა ძალიან არ მესიამონება ვიდეო ჩაწერის დროს რომ გაითიშოს პროგრამა, რაღაცა მოვიდეს. სტაბილურები გახდა, რა თქმა უნდა, პროგრამები აღარ მოძებს, ეს გათიშვა როგორც ოდესღაც წლების წინ ხდებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში. თუნდაც თქვენ რო იცოდეთ, რომ როგორც წესი სანამუშაობას დაიწყეთ, მანამდე სახელმა დაარქვათ ხოლმე ნებისმიერ ფაილს. არ აქვს მნიშვნელობა რასაკეთებ. სიმაღლე რამდენი გავუკეთეთ ამას ასევე არ მახსოვს, მოდი იყოს 40 ზომის, მანდ მაინც მნიშვნელობა არ აქვს, გავაგრძელოთ ოპერაციები.
მონიშნე ესეთი ძალი ფეხი შუაგულში შიგნით ამ დავაწყაბე და მართვის პანელში აი ეს ხელსაწყო ჩავთოთ. ქვემო ჩამოწიოთ, ჩავწეროთ 400 ენტერს დავაჭიროთ. იგივე გავიმეოროთ სხვა დანარჩენ ფეხებზე. მონიშნე დავაწყაბე ჩამოვწიე, ეს ბრძანება უკვე ჩართული არის გულისხმობ ბრძანებად relax, ხო? და ჩავწერე აქაც 400. ყოველგვარ გავიმეოროთ იგივე. მე მგონი რომ ვინც მიადენე თვალყური ვერ დავაწყაბე ახლა შუაგულში, სხვა ბრძანება მომიხდა ხელში, შემოატრიალებს სახით ჩემსკენ, ვიზუალურად რა თქმა უნდა მარტივი იყოს, სკაპით ჩამოწიე დაბლა 400 ჩავწერე. ალბათ აქ მაინც გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ სხვა პროგრამაში აი ეს ბრუნის ეფექტი თუ ალთან ერთად shift რა ქვია მაგში არის, ხო? აქ shift-თან ერთად არის. shift-ს უნდა დააჭიროთ, გორგოლას დააჭიროთ და ისე ბრუნებს იწევს. ну, კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას, რაღაცა მინიმალური დოზით წოდნა არქიკადის მაინც ალბათ სასურველია რომ კონდეს. დავაწყაბე ჩამოწიეთ, ჩავწერეთ 400. ეს 40-იანები გავაკეთოთ. იგივე პროცედურა ამებზე გავიმეორებთ. აუცილებლად შუაში უნდა მოგიხდეთ, ისე წიბოზე თუ მოგიხდება, სხვა ბრძანებები გამოდის. ანუ შიგნით უნდა ჩააწყაბოთ. ჩამოწიე, ეს ღილაკი ისევ ჩართულია, 40 ჩავწერე და იგივე გავაგრძელე დანარჩენ მოქმედებების შესასრულებლად. მოვნიშნე სკაპი, ჩავწიე დაბლა, 40 ჩავწერე და ასე შემდეგ. მე მგონი იდეა უკვე გასაგებია, ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ერთდაირი მოქმედებებია და ხშირად რო კითხულობენ ხოლმე, რა თქმა უნდა, ახალს ვერაფერს ვერ მოიგონებენ ნებისმიერ პროგრამაში. ეხლა იმას ვერ ვიტყვი, რომ პლაგიატები არიან და ერთმანეთს რაღაცებს პარავენ, მაგრამ ნუ დიდი ხანია ეს ცნობადი ბრძანებებია. საუკუნეა ვერ ვიტყვი, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც 3D მოდელება არსებობს, ეს ის ბრძანებებია, რაც ყველა პროგრამაში თუ კი რამის გაკეთება შეიძლება, ფაქტურად ერთი და იგივეა. დიდ სხვაობას ვერ ნახავთ, ოპერაციები კიდევ ერთნაირად სრულდება ყველა. რაც შეეხება ახლა ამ დეტალებს, 1, 2, 3 ვიცი რომ დაბლა უნდა ჩავწიოთ, მაგრამ მოდი ჯერ კოპირება გავაკეთოთ. 3D-ში კოპირება ვფიქრობ ძალიან რთული იქნება მათთვის, მით უმეტეს ვისაც ეს გიჭირთ. მაგრამ შესაძლებელია. მონიშნის შემდეგ ზედ ისევ დააწყაბებთ, ჩართავთ გადაადგილების ხელსაწყოს და ვერტიკალურად უნდა წამოიღოთ. არ უნდა შეგეშალოთ აი კოორდინატთა სისტემას, ხედავთ დააკვირდით აქ x, y, z. ცოტა მკრთალი ფერის არის. და ეს z-ს უნდა გაუსწოროთ. ვერტიკალურად ჩამოწიე დაბლა, ისევ იგივე პრინციპი, კონტროლს ერთხელ დავაჭირე პლუსი, გავუჩნდა, რაც ნიშნავს, რომ 100-ს ვაკეთებ. ჩამოწიე ნებისმიერ პოზიციაზე და დავსვი გამხედველად წმინდა. ну, მათ შორის შემეძლო რიცხვი ჩამეწერა. ну, დაგვჭა აქ ახლა ეს ოვალი გასაკეთებელი, ამ ოვალის გასაკეთებლად ცილინდრი შევქნათ, იგივე ოპერაციები გამოვიყენოთ ფაქტიურად და გავამახვილებ ერთ-ერთ რაღაცაზე ახლა ყურადღებას. ანუ მაგალითად, ფასადის ხაზს გავატარებ ზუსტად აი ამ ადგილას, იმიტომ რომ წრე, რომელსაც დავხაზავ, მინდა რომ აქვე იყოს პოზიციურად. ჯგუფ viewport-ში. პრინციპში ჭრილის ხაზით შეგიძლიათ გამოიყენოთ section-ი tool-ი ან elevation tool, დიდ მნიშვნელობა არ აქვს. ვამახვილებ ყურადღებას, რომ geometry მეთოდში პირველი და მათ პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა, იყოს პირველი ჩართული, მოდი ესე ვთქვათ, პირველი და პირველი ღილაკი, ნუ რეებია. არ ვამახვილებ ყურადღებას. მარტივობისათვის, იმიტომ რომ ლოგიკურია ვწერ ახლა ამ ვიდეოს, მათთვის ვინც არქიკადში უბრალოდ შეიძლება წარმოადგინოთ. ერთი კუთხე და მეორე კუთხემდე შემეძლო სხვა ზომები გამაკეთებენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტია ნაკლები და მხარე იქით მესამე სკაპი. ერთი სკაპი აქ, მეორე სკაპი აქ, მესამე სკაპი იქით. გაჩნდა რა თქმა უნდა, ჯგუფ elevation-ში აი აქ. შესაბამისი სახელწოდება elevation-ის. თქვენთან შეიძლება რაოდენობა სხვა იყოს, მე ახლა აქ სხვა რაღაცა მაქვს, ისე რომ იმიტომ ვთქვი, რომ აქ შეიძლება ბევრი აღმოჩნდეს ჩამონათვალის სახით და ორი დაწყაბებით უნდა გახსნათ თქვენი ფასადის ხედი. ეხლა მე აქ პროექტის ფაილი მაქვს სართულებიანი, ამიტომ სადაც ხაზავდი ამ შემთხვევაში ბელეტაჟი იყო, მაინც მიწევს, იმიტომ ვთქვი, რომ არქიკადი მაინც რაღაც დოზით ცოდნა საჭიროებს. და ვხედავთ გვერდ ხედიდან ეხლა ამ ახაც. ანუ ფაქტია, ჩვენ აი ამ დეტალს ზედა და ქვედას ვუყურებთ აი ამ ხედიდან, ანუ აი ამ ადგილიდან, სადაც გავატარეთ იქით. დაბლა არის ჩასახაზი და წრე უნდა დავხაზოთ. ეხლა აქ მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, რომ აი ამ ფილს, როგორც ასეთი წრის ხელსაწყო აქ აი აქ. პოზიციურად აქ შუა წერტილს კი ვიპოვით, როგორც ასეთი. თუ შევეხები და გავჩერდებით ამ შუა წერტილზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნახეთ, თუ გაჩნდა ხო შუა წერტილი, შევეხები და დაველოდებით, დაბლა უნდა გაკეთდა უკვე ეს რაც მინდოდა, მაგრამ მაინც ვიმეორებ. ეს ტიპი პატარა წრე გაჩნდება. თუ ხელმეორედ შეეხები, სადაც არ გინდა დაელოდები, გაუხდება. ერთი წრე შუა წერტილის ზემოთ დავსვათ ან ქვემოთ.
და მეორე მარცხნივ იპოვო და დაველოდოთ სანამ იქაც არ გაჩნდება. როცა გაჩნდება, მე ტრასირება შეგიძლიათ გააკეთო და იპოვოთ ამათი გადაკვეთა. ეს არის იდეალური ცენტრი. დავაწყაბე. ხო, მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ აქ ჩართული მაქვს ეს პირველი. იმიტომ რომ ესაც წეს ხაზავს ოღონდ 3 წერტილი და ეს ცენტრი და რადიუსი. რადიუსი იქ არ მახსოვს რამდენი გავაკეთეთ, მაგრამ ნუ არა აქვს მანდამაინც მნიშვნელობა, მოდი 10-იანი გავაკეთოთ. ესე იგი, მიმართულება ქვემოთ მიჭირავს მაუსით, აი ესე ვერტიკალურად, ცოტა დიდზე გამოწევ, 10-იანი ჩავწერ, enter დავაჭირე. და ესე ფარგალივით ესე დაატრიალებთ ხაზება, დააკვირდეთ აქ კალი ჩანს, ახლა ეს ფიგურა ვიზუალურად ხელს გვიშლის. და ესე შეგვიძლია მოვატრიალოთ ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს. ამავე წერტილში, სადაც ვერტიკალზე დაბლა ვიყავი, დავაწყაბოთ, რომ წრე შეიქმნას. 3D-ში გადავიდეთ. ერთ-ერთ მხარეზე გვაქვს აი ეს ფიგურა, რომელიც იქ შევქმნით. ან აქედან გეკნებათ, ეხლა ეს თქვენ შეიძლება ატრიალეთ, ან მეორე მხრიდან. აუცილებლად დაინახავთ. თუ ფასადის ხაზი ზუსტად არ გაატარეთ, აი გეგმაზე, სადაც დავხაზე, ხო? წავშლი ახლა უკვე ფასადის ხაზი აღარ მჭირდება. დავადელეთ ვიპოტებ. ანუ ზუსტად ამ ხაზზე თუ გაატარი, ამ გვერდზე დაჯდა და ასე დაინახავთ ამ ფიგურას. მოსანიშნად, არ ამგონია გაგირთულდე და რთული იყოს, შესაძლებელია. შევლებერთ მონიშნოთ. მაგალითად გავაკეთებ, მაინც ავისი დავამატებ რაღაც წოდნას, მათ შორის რაღაცა სასარგებლო შეიძლება იმათმაც ისწავლოთ და გაიგოთ, ვისაც რაღაცა შეხება მაინც გაქვს. მაგალითად ვერ ვაკეთებ მონიშნვას, ნუ გარდა იმისა, რომ შემიძლია ეს დეტალი დავმალო, ლეიერზე გადმოვიტანო და შენ მარტივად გავაკეთებ, წავშალე დავუშვათ. ნუ არა უშავ. გაჩვენებთ, როგორ შეიძლება ზუსტად ასეთი დეტალი დაბლა წამოვლო კოპირებით, რამანძილით აქედან აქამდე. ეს პირობითად დავამატებ ამას, თუმცა არანაირი აუცილებელი არ იყო, ისედაც ვაკეთებდით ამას ინიშნებოდა. ჩავთე და იგივე ფაშფოლით წამოვიღე და გამოვწიე, რა თქმა უნდა, გამეცა, ამ გვერდამდე. ანუ აი შუა ხელამდე რომ მოხდა დასვა, დაждდება. შეგიძლიათ ამ ამოწნეხვის დროს შემოატრიალოთ, რა თქმა უნდა. ეს მოქმედება რო დაწყებული გაქვთ, თავარია არ დააწყაბოთ. მარცხენა ღილაკით, გორგოლაჭით ვატრიალებ და გორგოლაჭით მომაქვს ეს ყველაფერი. მოიტანო და დასვათ ამ წერტილამდე, შუა წერტილამდე. მიიღებთ ამ შესაბამისს. მოკლედ ეს რო აქ არ წაგვეშალა, უკვე დასრულებული ჩაითვლებოდა სანამ ზედაპირზე და არა გვაქვს. აქ კიდე ჩამოვიტანოთ ახლა ეს კოპირებით. როგორ ვაკეთებთ ახლა კოპირებას? აქ რომ დავაწყაპო, ვერ ჩამოვწევ იმ ზომაზე, გამიჭირდება, რა თქმა უნდა, ნუ გულისხმობ გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ტრანსფერების საშუალებები 3D-ში თუ არ აქვს გამოცდილება ძალიან რთული, ამიტომ მარტივად გავაკეთე. მენიუ edit-ში რომ ყველასათვის მარტივი შესაძლებლობები. მენიუ edit-ში მოვიგავ და გაქვს direct copy. ის დეტალი მონიშნული მაქვს იქით. მაგრამ იქ აღარ ვაწყაპებ. დავაწყაპებ აი ამ წერტილში და დავაწყაპებ აი ამ წერტილში. ანუ ფაქტურად რამანძილიც გავაკეთეთ სკაპი იქიდან აქეთ, იგივე ასლით ჩამოვიდა დაბლა დაждდა იგივე პოზიციაზე. ნუ დაგვრჩა ეს ზედა მონაკვეთი. ზედა მონაკვეთს ასევე სართულის გეგმაზე ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მარტივია. ჩავთეთ ისე მორფი. ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივ ვარიანტს შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ცოტა შორი გზაც არის და იქ ცოტაა საჭირო. პირობითად გეტყვით, რომ შეიძლება მართკუთხედი გადავახაზო ზემოდან, მაგრამ ეს კუთხეები თუ მინდა შეგვიძლია ჩავმალოთ როგორც Max-ში, ან შეგვიძლია ისევე გავაკეთოთ როგორც AutoCAD-ში. როგორც AutoCAD-ში ისე გავაკეთებ, ანუ ფორმა ზუსტად გავაკეთებ. ჩამალვას რა უნდა, ხო, მოხაზავ აი ამ კუთხიდან კუთხემდე და მე სისქეს მისცემ. მაგრამ პირობითად ვიტყვი, რომ შესაძლებელია ჩავხაზო, მაგრამ მე ჭრები გავაკეთო. ამიტომ ზედმეტი ოპერაციები ხა ჩვენ თემა არ არის ამ ხელსაწყოს განხილვა და სრული ოპერაციების გაგება. აი ამ ხელსაწყოთი ჩავხაზო. დავიწყებ ამ კუთხიდან და ლაინებით ესე შეგვიძლია სკაპ-სკაპით დავხაზოთ. თუ შეგეშალათ წერტილის დასმა, ანუ მაგალითად აი იქ მინდოდა შემეშალა აქ დავსვი. Backspace დააჭირეთ კლავიატურაზე გავუხდება. რამდენ ზედმეტ წერტილსაც დასვავთ, იმდენი backspace-ი თვითონ დააჭირეთ, თვითონ წერტილს ზედმეტს, ანუ არასწორ დასმულს, ესე ვიტყვი, უფრო სწორი იქნება, გააუქმებს. და გამოყვეთ ახლა ესე კუთხე-კუთხე საწყის წერტილამდე სანამ არ მიყავ. ფაქტურად ასე შეიძლება მოვიხდეთ. ნუ გასაგებია რომ გორგოლაჭის ტრიალი წინ დაუკან მომაქვს, ნუ ეს თემა უნდა გვესმოდეს, რა თქმა უნდა, დაჭერილ გორგოლაჭით გადაადგილებებს ვაკეთებ. ახლოს მომაქვს რომ ზუსტად წერტილში დავსვა. და საწყის წერტილთან რომ მიხვალ, ესე ჩაქუჩის ფორმას მიიღებ, დაწყებები დამთავრდება. შეიძლება მოვნიშნოთ ზუსტად იგივე ფორმა შემოხაზე. ანალოგიურად 3D-ში გადავდივარ და მოდი 3D-ში აღარ გავაკეთებ.
რომ ადამიანის 3 მილიარდი გქონდეს, აქ შემიძლია დავაწყაბო და გამოვიყენო აქედან. უბრალოდ აქ რიცხვი შემიძლია პირდაპირ ჩავწერო. განსხვავება ეს არის. იგივე ამ ფეხებზე შემიძლია გამეკეთებინა. -20 ჩავწერე, ენტერს დავაჭირე. გადავედით აქ და ეს დეტალი მოცულობითია. გვერდზე გავწერო და დაინახოთ. მე დავუბრუნებ რა თქმა უნდა. -20 გავაკეთე, რომ დაბლა ჩასულებ. ну იგივე აქ თუ დავაწყაბებდი, გამოვიყენებდი ამ ბრძანებას, რაც იქ უბრალოდ აქ მაუსი ჩამოწერდი და ჩავწერდი ენტერს დავაწყებოდი. იქ უბრალოდ ინსტრუმენტალური პანელი გამოდის, ვინაიდან გეგმაზე მოცულობაში არ ახართ, სიტყვაზე ხედავთ, ამიტომ მოცულობით ოპერაციას, ანუ სისქეს, ანუ სიმაღლეს, პრაშფულით რაც წევაკეთებდით, უბრალოდ იქ ჩანაწერი ინსტრუმენტალურ პანელში უნდა გაკეთოთ. მორჩა დამთავრდა ამით, ფაქტიურად ეხლა დანარჩენი ოპერაციები რაც ვნახეთ უკვე ჩამოწიეთ, ეს იგივე იქნება 4-ვე მონიშნე. ოდი მეხუთესაც მივაყოლებ, ერთიანაც 5-ვეს ჩამოწევ, დავაწყაბებ ვერტიკალურად წამოვიღებ დაბლა გადაადგილების ხელსაწყოს გამოყენებით, ანუ მოვით, დრეგით უკაცრავად. ამიტომ გაჩიგვაქვს. მაგალითად, რა ვიცი, 3 მმ-ით 4, 5 ჩამოწევ, გაირო თვალსაჩინო იყოს. 5 მმ-ით ეს ჩამოვწიე, მოხსენი მონიშნე ეკრანზე წკაფით მე ეს, თუმცა მონიშნის მოხსნა პროფესიულად კლავიატურის escape კლავიშით ხდება, მაგრამ ნუ მარტივად ეკრანზე შეგიძლიათ დააწყაბოთ, როცა აღარგინა იყოს მონიშნული. იგივეს გავაკეთოთ. დაუშვათ ესა ჩამოწიე ვერტიკალურად გაასწორეთ ზეთის 5 მმ. ну გავაკეთეთ ისეთივე ოპერაცია. წესი და რიგით ეხლა ამას თუ ესე ამოდელებთ, ეს უნდა შეინახოთ მე როგორც საგანი ბიბლიოთეკის. ამის ესე დატოვება არალოგიკური და არასწორია, რომ ვიმეორებ ესე დავამოდელე და დავტოვე ეს ცალკე ნაწილი, ცალკე ნაწილი. მიხოთ იმისა, რომ თავისი მართვის საშუალებები აქვს, მე მორფს დამატებით საიდანაც მაგალითად იონიონი შეიძლება გაკეთდეს, ну ამას მაინც იგივე subtract, იგივე intersection-ი და ასე შემდეგ, მაგრამ მარტივი და სწორი ოპერაცია იქნება ეს მოინიშნოს menu file-ში შევიდეთ და როგორც ბიბლიოთეკის ელემენტი ისე შევინახოთ library and object-ში. ხო, ну აქვე რა ვიცი, შეიძლება სანამ შევინახავ გასავთ გავამახვილებ ყურადღებას, რომ შესაძლებელი სხვადასხვა surface-ი დავუნიშნოთ, ანუ სამშენებლო მასალა ვიზუალურად როგორი იყოს. მოკლედ, ну ხის ფაქტურა კონდეს თუ შუშის თუ პლასმასის და ასე შემდეგ. ეს უკვე სხვა თემაა, ამიტომ მოვნიშნეთ, შევედით menu file-ში, library and object-ში და შენახვის რამოდენიმე ვარიანტი გაგვაჩნია, როგორც არის series selection S და ну როგორი სახით უნდა შევინახოთ, როგორც ობიექტი, როგორც object. ვეთანხმები სახელს ვარქვი, რა ვიცი, მაგი და იყოს მაგალითად. ქართულად დავარქვა. ინახება embedded library-ში, როგორც ჩანერგილი ბიბლიოთეკა, მოდი აქ ბარემ folders გავაკეთებ. AVG პირობითა დავარქმევ, იყოს ესე. და ამ AVG-ში შევინახავ ამ მაგიდას. save დავაწყებ. ეს პარამეტრებია, რაც თვითონ ქონდა გამოყენებული, ახლა სამშენებლო მასალა, რომელიც აქ შექმნილი ქონა შპალერი, ну რა თქმა უნდა შპალერი რაშუაში აქვს, მაგრამ საჭიროებს შემთხვევაში შეგიძლიათ შეცვალოთ. აი, ოკეის დავაწყები. ეს ელემენტი რჩება ასეთი, როგორიც იყო, რა თქმა უნდა, თავისთავად, რომელსაც მე წავშლიდი, ბიბლიოთეკის ელემენტს რაც შეეხება, შევდივართ აი ვიზუალურ სკამში, შევდივართ მე ბიბლიოთეკის მართვის ფანჯარაში ამ ღილაკით, ოღონდ მონიშნული არ მაქონდეთ ცოდეთ არაფერი. ღია გვაქვს ახლა embedded library, შეიძლება შემთხვევით კი არა და ნუ რა ვიცი, შეიძლება სხვაგან იყოს ძირითად monitoring-ში მაგალითად ბიბლიოთეკის, ამიტომ ამახვილებ ყურადღებას. აი აქ აწიეთ ზემოთ, აი embedded library-ში დაგვხვდება თქვენს მიერ გაკეთებული პაპკა და იმ პაპკაში ეს ჩვენი დამოდელებული ავეჯი, რომელსაც ვიზუალურად აქაც შეგვიძლია შევხედოთ. ისე ვაწი, რამდენჯერაც დაგჭირდება ბიბლიოთეკიდან, ოკეის დააწვევი და შემოიტან. თუ როგორც ბიბლიოთეკის ელემენტს გავიმეორებ და არა როგორც მაგალითად ამ საგანს. აი ესეთი სახით შეიძლება იყოს დამოდელებული, მერე შემდგომ გამოყენებული ეს საგანი. კარგით, დღეს ამით დასრულდება. კიდევ ერთი რაღაცა დამოვიწყო, მე თქვა, რომ თქვენ მე შეცდომაში არ შეხვიდეთ, ესე იგი შემოტანილი სკამი, რომელიც უკვე ბიბლიოთეკაში შენახულია, დაწყაბებით ვამახვილებ მაინც ყურადღებას, რომ ინიშნება ერთიანად, იმიტომ რომ შევინახეთ ეს ალკე დეტალი ელემენტები და მე სართულის გეგმაზე რომ შეხედოთ, არ გავიგებთ რატომ ხედავთ მარტო აქ ამ ფეხებს, იმიტომ რომ არ დაგავიწყეთ ეს დეტალები დაბლა ჩავწიეთ. აღარ ეკუთვნის ამ სართულს, ცოტა უცნაურად ჟღერს, ეხლა ვისაც არ ესმის არქიკადი. დაბლა ჩავწიე და ბელეტაჟნა დაბლა სართულზეა. ესე პირობითად ვთქვათ, ამიტომ ამ სართულზე არ ჩანს. შეიძლება რომ გამოაჩინოთ კი, მაგრამ ეს უკვე სხვა თემა არის. ეს თქვენთვის უკვე პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, თავარია მოდელება გააკეთეთ, ბიბლიოთეკის სახით შეინახეთ და რამდენჯერად დაგჭირდებათ, როგორც დაგჭირდებათ, იმას შემოიტანოთ, ჩვეულებრივ გამოჩნდება. სადაც შემოიტანდა და სვავთ.
კარგი, ამით უკვე ნამდვილად დავასრულე.